საელჩოს პოზიტიურ შეფასებას საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა წუხს, რომ ინფორმაცია კანონის უკუქცევითი ძალის შესახებ არასწორად იქნა გაგებული. უმრავლესობის წარმომადგენლებმა სპეციალურ ბრიფინგზე დააზუსტეს, რომ მიღებული კანონი არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და სამოქალაქო აქტივობას, ხოლო პოლიტიკური და საარჩევნო დაპირებები ამ მრჩევლის მოსყიდვად არ ჩაითვლება და შესაბამისად არ იზღუდება. მინდა პირველ რიგში მივესალმო ამერიკის შეერთებულ საელჩოს მიერ გაკეთებულ ზოგადად პოზიტიურ განცხადებას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე დროს მინდა გამორქვა გარკვეული წუხილი, რომ ის მონაკვეთი, რომელიც ეხება პოლიტიკურ პარტიების დაფინანსების იმ ნაწილს, რომელიც თითქოს გულისხმობს უკუძალის ნორმას, ეს არის განცხადება, რომელიც ეფუძნება მცდარ ინფორმაციას. მე მინდა მოუწოდო ყველას, რომ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებისას უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვონ და უფრო გადაამოწმონ წყაროები. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მივესალმებით ამ განცხადებას და ამ განცხადებაში ძალიან მკაფიო და ნათლად არის აღნიშნული, რომ ის რეფორმა, რომელიც გატარდა საქართველოში, ხელს შეუწყოს კონკურენტულ უნარიან საარჩევნო გარემოს 2012 წლისათვის.